დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დაგპირდით, წარმოგიდგენთ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს კახაბერ გოგოტიშვილს. დაგლოცეთ მამაო. მოგესალმებით. მოთა დაგლოცოთ. დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. მამაო, როგორც უკვე თქვით, ჩვენ თავში ცოცხლს ვინა ვისაუბროთ პირველ საეკლესიო კრების შესახებ, კვირას იყო ხსენება დღეს და შეიძლება განგვიმარტოთ რა კრებაზე იყო საუბარი, ოდის შედგა ეს კრება. დიახ, ეს გახლავთ ძალიან დიდი მოვლენა ეკლესიის ისტორიაში, ეს გახლავთ მეოთხე საუკუნის დასაწყისი, კონკრეტულად 325 წელი, როდესაც ეს კრება შედგა, მაგრამ ალბათ ორიოდეს სიტყვით რა უძღოდა ამ კრებას წინ და საჭიროება რატომ დადგა ამ კრებისა, ამის შესახებ საჭირო იქნება ალბათ საუბარი ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ინფორმაცია მივაწოდოთ. კრება ესე მოუნდათ ერთ დღეს რომ შეკრებილიყვნენ და დასხდნენ და შეიკრიბნენ, ესე არა, ამ კრებას მთელი პროცესები უძღოდა წინ. მოგეხსენებათ, ვიდრე კონსტანტინეს მეფობამდე, კონსტანტინე იმპერატორზე არის, რა თქმა უნდა, საუბარი, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა ზოგადად განიცდიდა დევნას რომის იმპერიაში და ეს დევნულება რაღაც ესე დევნა სათქმელად თითქოს ადვილია რომ იდევნება, ეს იყო ბრძოლა პირდაპირ გამოცხადებული ომი ქრისტიანობის წინააღმდეგ. აღიარებაც კი იმისა რომ მე ქრისტიანი ვარ უკვე სიკვდილს ნიშნავდა. ანუ ამას რაღაცა დიდი ვაჟკაცობასთან ერთად რაღაც დიდი სარწმუნოება სჭირდებოდა და ისე იყო შეკრული ქრისტიანული ეს თემები ერთმანეთთან და ისეთი ესე იგი ქონდათ ესეთი ახოვანება რომ არ ეშინოდათ აი ამ ფაქტისა და განიცდიდნენ ძალიან დიდ დევნას, როგორც მოგახსენეთ, რაღაც ეკლესიის ისტორიაში გამოყოფილი 10 პერიოდი აი ამ დევნისა თითქოს რაღაც პერიოდში შენელდებოდა, ნაკლებად დევნიდნენ, მაგრამ მაინც იდევნებოდნენ და იყო რომ რაღაცა განსაკუთრებულად აი პირდაპირ ნადირობდნენ ქრისტიანებზე, რომ თუსადმე აღმოაჩენდნენ, კლავდნენ. და როდესაც კონსტანტინე მეფე გამეფდა, მან დევნა საერთოდ შეაჩერა და მეცაც გეტყვით რომ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ეს ცნობილი ფაქტია ისტორიაში და აი ბოროტის მზაკრობა ნახეთ თუ კი ფიზიკური ძალადობით იყო აქამდე ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ეხლა ახალი რამ მოიფიქრა, იმიტომ რომ ეს ფიზიკური ბრძოლა კიდევ უფრო მეტად აერთიანებდა და კრავდა ეკლესიას და ის ადამიანები კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ურთიერთთან, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ქრისტესთან აღიარებდნენ სარწმუნოებას და ამისთვის ეწირებოდნენ და ეწამებოდნენ და უფრო მეტი მიმდევარი ჩნდებოდა. ამიტომ ახალი ხერხი, მზაკრული ხერხი იქნა მოგონილი კაცობრიობის მტრის მიერ თუ როგორ შეიძლებოდა ეკლესიის გათიშვა და ეს იყო დოგმატური სწავლების დამახინჯება. მოგეხსენებათ, იქამდე დოგმატური სწავლება როგორც ესეთი რაღაც სწავლებად არ არსებობდა, იმიტომ რომ ეს იყო მამების მიერ არც ჰქონდათ ამისი დრო, მეცაც ესე დამჯდარიყვნენ და დაეწერათ რაღაცა დოგმატური სახელმძღვანელო, დროც კი არ ექნებოდათ ამისი, იმიტომ რომ მოგახსენეთ რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდნენ, ოფიციალურად ისინი ვერც კი ჩნდებოდნენ, იმალებოდნენ, ჩუმად აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ესეთ დევნაში იმყოფებოდნენ და ეხლა როდესაც თითქოს დაწყნარდა ეს ყველაფერი და შესაძლებლობა აქვს ქრისტიანებს რომ დაასხდნენ და თავიანთი სიტყვით იქადაგონ მშვიდად წყნარად, მართლაც ესე მოხდა. ერთ-ერთ ქადაგების დროს ალექსანდრიის ეკლესიაში, ალექსანდრიის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ეპისკოპოსი, მისი ერთ-ერთი ქადაგების დროს, როდესაც ის ყოვლადწმინდა სამების შესახებ საუბრობდა და ბრძანა რომ ესე იგი მამისაგან შობილი არის ძე, არიოზი, გახდათ ერთ-ერთი მოძღვარი ალექსანდრიის ეკლესიისა, რომელმაც თქვა რომ თუ კი ესე იგი მამისაგან არის შობილი ძე, გამოდის რომ იყო დრო, როდესაც ქრისტე არ არსებობდა. ანუ დროში შობილად მოიაზრება ის და თუ კი დროში იშვა და თუ კი ისეთი დრო იყო რომ ის არ არსებობდა, მაშინ ღმერთი არ გამოდის. ეს იყო ძალიან დიდი დოგმატური დარღვევა. ეს იყო პირდაპირ ესე იგი სახარებაზე დარტყმა, შეიძლება ითქვას რომ ის ადამიანებს კი არ ედავებოდა, სახარებას ედავებოდა. ღმერთთან შედიოდა წინააღმდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იოანეს სახარებაში პირდაპირ წერია რომ მე და მამა ერთნი ვართ, მაცხოვარი ბრძანებს. არიოზმა რა თქმა უნდა ეს იცოდა, მაგრამ აი ბოროტისგან მოხდა აი ამ გონების დაბნელება, იმიტომ რომ წერენ ესე ისტორიკოსები, რომ მას ძალიან უყვარდა ეს პოლემიკური საუბარი და ეს დიალექტიკა და ამიტომ რაღაცა მღვდელმთავარი როცა საუბრობდა, მოინდომა რომ აი ამ პოლემიკაში ჩართულიყო, იქ თავი გამოეჩინა, იმიტომ რომ მართლაც სიტყვის დიდოსტატი იყო, ამიტომაც გაუჩნდა მას ძალიან ბევრი მიმდევარი და მათ შორის მღვდელმთავრები, იმიტომ რომ თავის სიტყვებს ის გადმოსცემდა ძალიან მარტივად, გასაგებ ენაზე და ადამიანებისთვის მისაღებად. მეცაც გეტყვით, ლექსებად ხზავდა აი ამ თავის სწავლებას, აი რაღაც ესეთი მეწისქვილის სიმღერა მაგალითად ესე ქვია და დოგმატური სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, ოღონდ ის დამახინჯებულად. და ეს ადვილად იყო
ლექსის წაკითხვა და ესე იგი დაზეპირება ადამიანისთვის უფრო ადვილი და ანუ მის გონებაში უფრო მეტად იბეჭდებოდა ესა და ამიტომ მას ძალიან ბევრი მიმდევარი ყავდა. აი აქედან დაიწყო ეს დაპირისპირება, რომ მას შეეწინააღმდეგა ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრე. ამის შემდგომ კიდე გაგრძელდა თქვათ ეს საუბარი და განკვეთა არიოზის საერთოდ ეკლესიისგან, მაგრამ მას აღმოაჩნდა ესე იგი მიმდევრები მათ შორის მღვდელმთავრები და ამიტომ გახდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. ესეც წმინდა ნიკოლოზი ესწრებოდა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი. სპირიდონ ტრიმიფუნტელი რომ ნამდვილად ესწრებოდა, ამაში ეჭვი არ არის, იმიტომ რომ კრების ოქმებშია შეტანილი, მაგრამ ჩვენი საეკლესიო ისტორია ძალიან ხშირად სარგებლობს არა მარტო საბუთებით, არამედ წმინდა გადმოცემითაც. ანუ რაც ჩვენ მოგვითხრეს ჩვენმა, ესე იგი წინაპრებმა და წმინდა ნიკოლოზის შესახებ საბუთი საერთოდ ესე ნაკლებად. თუმცა არსებობს ცხოვრებაში წერია, მაგრამ აი კრების ოქმებში შეიძლება დაკარგულია და უბრალოდ არ ჩანს რომ წმინდა ნიკოლოზი ესწრებოდა, იმიტომ რომ საეკლესიო ეს ისტორია უკვე ხელმისაწვდომი გახდა თქვენი ხშირი სტუმარი მამა მაქსიმე ჭანტურია, რომლის დიდი მეოხებითაც ეს წიგნები გამოიცა საეკლესიო ბიბლიოთეკის ესეთი ციკლი გამოდის და საეკლესიო ისტორიას რამდენიმე ტომი აქვს დათმობილი. იქ არის ერთი ბოლოტოვი, რომელიც საეკლესიო ისტორიკოსია, ასევე სქოლასტიკოსი ევსევი კესარიელი და სოკრატეს სქოლასტიკოსი უკაცრავად სახელი ამებნა, დიახ, მათ მოთხრობილი აქვთ ამის შესახებ ძალიან დაწვრილები და ძალიან საინტერესოა ეს წიგნები, ხელმისაწვდომია ყველა მკითხველისთვის საეკლესიო მაღაზიებში იკითხება და აი იქ არის პირდაპირ ნათქვამი, რომ წმინდა ნიკოლოზის შესახებ ჩვენ ცნობები საეკლესიო აი დადგენილებებში არ გვხვდება. გვხვდება სპირიდონ ტრიმიფუნტელის შესახებ, გვხვდება ათანასე ალექსანდრიელი, პირდაპირ დიაკონი იყო მაშინ, შემდგომში გახდა ის ალექსანდრიის ეპისკოპოსი, მაგრამ მის შესახებ ძალიან ბევრი რამ წერია და თვითონ მისი ათანასეს წარმოთქმული სიტყვა და დაწერილი აი ამ კრების შესახებ და მხილება არიოზის წვალებისა შემორჩენილია, ყველაფერი დოკუმენტურად არის აღწერილი, სხვათა შორის აი ამ წიგნებშიც, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, ნათარგმნი გახლავთ ქართულ ენაზე და ამისი წაკითხვის საშუალება ყველას აქვს. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო თვითონ კონსტანტინე იმპერატორის ძალიან დიდი მონდომება და როლი, რომ მან არა მარტო ქრისტიანობა ესე იგი შემოიტანა თავის სახელმწიფოში და დაამტკიცა, არამედ როგორ ზრუნავდა, როგორ განიცდიდა აი ამ გამტკიცებას, იმიტომ რომ კრება მისი მოწვეულია ნიკიაში შედგა ეს კრება და მან გაიღო ძალიან დიდი ხარჯი. ესეც აღსანიშნავია იმისთვის, რომ ეს კრება შემდგარიყო. მთელი მსოფლიოს ქრისტიანობა, მაშინდელი მსოფლიო, სადაც მათ მიუწვდებოდათ ხელი, მოიწვია, უზრუნველყო მან მათი ტრანსპორტირება, აქ მათი ცხოვრება, დაბინავება, ეს არ გახლდათ მარტივი გასაკეთებელი, მით ეხლა უფრო მოსაგვარებელია და რაღაცა არსებობს ესეთი კავშირები და გადაფრენა, გადმოფრენა და მაშინ მოგეხსენებათ, რომ ეს თვეობით უნდა დალოდებოდნენ ვიღაცას, რომელიც შორიდან მოდიოდა ზღვით თუ რა ვიცი ხმელეთით, არ აქვს მნიშვნელობა და აი ეს ყველაფერი უზრუნველყო კონსტანტინე დიდმა იმისათვის, რომ ეკლესიაში შფოთი არ ყოფილიყო. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი ეს ძალიან დიდი დამსახურება და თვითონ ის აი ამ კრების მონაწილე იყო, სიტყვაც აქვს წარმოთქმული, სხვათა შორის ეს სიტყვაც არის ქართულად ნათარგმნი და ძალიან საინტერესოა. როგორი გულშემატკივარია ის, რომ არ მოხდეს გახლეჩა, როგორ მიმართავს და აი ფაქტიურად ეხვეწება მღვდელმთავრებს, რომ უნდა შეინარჩუნონ ერთობა და ამისთვის არის ეს კრება მოწვეული. აი როგორ წარიმართა კრება და ვიცით რომ სარწმუნოების სიმბოლო მწამსი დადგინდა, ასე სხვადასხვა კანონები მიიღეს. დიახ, ესე იგი კრებაზე ძირითადად ორი საკითხი იყო განსახილველი, ეს გახლდათ პირველი რაც მოგახსენეთ არიოზის მიერ შემოტანილი ეს სვალებლური სწავლება იესო ქრისტეს შესახებ და მეორე გახლდათ პასექის დღესასწაულობის შესახებ. პასექი გახლავთ აღდგომის დღესასწაული და აღდგომის დღესასწაულის რაღაც მაშინ განჩინებული არ იყო თუ როგორ უნდა აღენიშნათ. იყო აზრი რომ უნდა აღნიშნულიყო თქვათ ებრაელების პასექთან ერთად, იყო აზრი რომ არ შეიძლებოდა მისი აღნიშვნა ებრაელების პასექთან ერთად. საბოლოოდ დადგინდა რომ არ უნდა დაემთხვეს და არც უნდა უსწრებდეს ებრაელების პასექს, ამ კრებაზე დადგინდა სწორედ პასექის აღნიშვნა, როგორ უნდა მოხდეს ქრისტიანობაში და უნდა იყოს ეს ერთობლივად, არ შეიძლება რომ სხვადასხვა ეკლესია სხვადასხვა დროს აღნიშნავდეს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული თავისი სულიერებით ყოველი ქრისტიანისთვის და ამიტომ ერთობლივად უნდა ხდებოდეს მათი აღნიშვნა და ზეიმი. ასე რომ ეს იყო ერთი საკითხი, რომლის შესახებაც საუბრობდნენ და მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე არიოზის სწავლებლობა, იმიტომ რომ ესეთი დარტყმა ეკლესიას არ მიუღია იქამდე და არც მას შემდეგ მინდა გითხრათ, როგორი დარტყმაც არიოზმა მიაყენა
ქრისტიანულ ეკლესიას, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს იყო პირველი გახლეჩა ეკლესიისა, აქამდე თუ რაღაც წვალებლური აზრები იქამდე შეიძლება გაჩენილიყო, მაგრამ ეს წვალებლური აზრები მაშინვე ამოიძირკებოდა რომელიმე წმინდა მამის მოღვაწეობით დაწერდნენ, აი მაგალითად მახსენდება რომ გნოსტიკური სექტა აღმოცენდა, ვიდრე ეს კრება იქნებოდა, მაგრამ ირინეოს ლეონელმა დაწერა თავისი შრომა, რომლის შესახებაც სრულად გააცამტვრა ეს გნოსტიკური სექტის სწავლება. ასე რომ ესეთი რაღაც გამოვლინებები იყო, მაგრამ აი პირდაპირ ქრისტიანობაში, აი ამ ესე იგი მოქმედ ეკლესიაში რომ ესეთი რამ გამოვლენილიყო და ესეთი დამახინჯება ყოფილიყო დოგმატური სწავლებისა და რატომ იყო დამახინჯება ამის შესახებაც უნდა ითქვას ალბათ ორიოდე სიტყვით რომ თუ კი ჩვენ ვთქვით რომ რასაც ასწავლიდა არიოზი ეს იყო რომ იყო დრო როდესაც ქრისტე არ არსებობდა ანუ ის შექმნილად მოიაზრება და შექმნილი არ შეიძლება ღმერთი იყოს ღმერთის თანასწორი იყოს აი ჩვენ ეს პირველი კრების მამების ხსენება გასულ კვირას აღნიშნეთ და იგივე კვირას იკითხება აი ამ მამებთან დაკავშირებული სახარება სადაც მაცხოვარ ესეთ სიტყვებს ბრძანებს რომ შენი ნების აღსასრულებლად მოვედიო და რომ ვასწავლო მათ საუკუნო ცხოვრებაო და რა არის ეს საუკუნო ცხოვრება რომ იცოდნენ ღმერთი ჭეშმარიტი ანუ ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნა არის საუკუნო ცხოვრება ვინც შეცდომილებაშია ვინც მცდარი აზრით უყურებს ამას და ვინც თვითონ ცდილობს რომ განმარტოს ეს აუცილებლად შეცდომაში შევა იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანისგან მიერ მოცემული დოგმატი გახლავთ საღვთო გამოცხადება და ყოველად შეუძლებელია რომ ადამიანის გონებას ეს მოეფიქრებინა, იმიტომ რომ დაუტევნელი ღმერთი არ შეიძლება ადამიანის შემოსაზრულ გონებაში დაეტიოს. ამიტომ რისი დატევნაც შეგვიძლია, აი ამ დატევნისაებრ გვიცხადებს ჩვენ უფალი რაღაც და ეს გახლავთ სწორედ დოგმატი. ეს გამოცხადებაა დოგმატი, რომელიც არანაირ განკიქებას, არანაირ ადამიანურ კრიტიკას არ ექვემდებარება. ეს არის მოცემული ფორმულა და აი ამ ფორმულის მიხედვით ხელმძღვანელობ ჩვენ და ვისაც მეტი გულგახსნილობა აქვს, ვისაც მეტი ესე იგი ასკეტური მოღვაწეობითაც და ესე იგი ცნობიერებითაც კითხვითაც მიუღწევი ამისთვის უფრო მეც და მეც შეიცნობს აი ამ კუთხით, მაგრამ არის რომ შეიძლება რაღაცას ვერაცნობიერებდე და ადამიანის გონებისთვის სრულად მიუწვდომელია მაგალითად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწოდ ხო ჩასახვის და შობის შესახებ. ამას ადამიანის გონება ვერ იტევს და დადგება დრო რომ გაგვიცხადდება, მაგრამ სანამ გაგვიცხადდება ჩვენ ამისი გვჯერა, წამს ვაღიარებთ. ეს არის სწორედ ჩვენი ქრისტიანობა. აი ეს არის სწორედ ის რომ ჭეშმარიტებასთან გვინდა რომ ვიყოთ და ამიტომ რაღაცა არ ვაკრიტიკებთ აი ამ საკითხს და სიტუაციას და ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ამბობს ეს ადამიანი არიოზი ამ შემთხვევაში რომ იყო დრო როდესაც ქრისტე არ არსებობდა ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტე მამის თანასწორი არ არის, იმიტომ რომ შეუქმნელი არის ღმერთი. და შეუქმნელია იესო ქრისტეც. შობას რომ ვამბობთ ეს უჟამოდ შობა, არა დროში შობა. დროში შობილები ვართ ჩვენ, როდესაც დროის ათვლა მომდინარეობს. ღმერთთან დრო არ არსებობს. მამა არის დაუსაბამო და დაუსაბამოა მისი შობაც მამასთან ერთად. უშობელია მამა და შობილია ძემის და მამისაგან გამომავალია სული წმინდა. ოღონდ ეს არა დროში და ჟამში აღესრულება, არამედ ესე იგი ღმერთთან მოიაზრება რომ დრო იქ არ არსებობს და დიახ ერთი მთლიანობა ეს არის ერთი ღმერთი ბუნებით ერთნი არიან ისინი არსნით ერთნი არიან და ყოველად შეუძლებელია რომ დავაკნინოთ ჩვენ რომელიღაცა და ვთქვათ რომ ესე იგი ძე ნაკლებია მამაზე იმიტომ რომ ის მერე იშვა მერე ნიშნავს რომ დროში იშვა და აი ეს გახლავთ სწორედ აი ეს დოგმატური სწავლების ცდომილება რომელსაც ადამიანი აი ამ დოგმატური სწავლებას, აი ამ ცდომილებას მერე მიყავს სხვადასხვა გაუკუღმართებამდე. აი დღესაც არიან მამაო ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზოგადად ეკლესიის მიერ დადგენილ კანონებს, დოგმატურ სწავლებებს და აი როგორ შეიძლება რომ ამბობენ რომ ეს კანონები და ეს დოგმატური სწავლებები არის მოძველებული და მათ ჭირდებათ ცოტა იერის მოძველებული ფორმები თითქოს ადმე წერია რომ ვერ განაახლეთ ამ დოგმატებს. ძალიან დიდი შეცდომა არის ამისი საუბარი. ადამიანი რომელიც ამას ამბობს, მას საერთოდ არ ჩაუხედავს ეთყობა დოგმატურ სწავლებაში, იმიტომ რომ დოგმატი არ შეიძლება იცვლებოდეს. აი თქვენ წეგან მრწამსი ახსენეთ, რომელიც პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიიღეს და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განამტკიცეს ეს მრწამსი და დღევანდელ დღეს რასაც ჩვენ ვკითხულობთ ყოველდღილის ლოცვებში და ყოველ წირვაზე ეს არის მრწამსი ჩვენი სიმბოლო სარწმუნოებისა, ზუსტად ის ფორმა აქვს, რაც მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო. ამის შესახებ ვიღაცას კითხვა უჩნდება. პირველმა რომ მიიღო, მეორემ რა შეიცვალა დოგმატი და თუ რატომ დოგმატი კი არ შეიცვალა.
ტექსტობრივად გამართეს ეს. იმიტომ რომ არის დოგმატში რაღაცა რომ გესმის, შენ თვითონ არის რომ სიტყვიერად გადმოსცე მას. ანუ უკეთესად გადმოსცეს ეს დოგმატი. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება უცვალებელი ღმერთს ცვალებადობა მიაწერო? უცვალებელია უფალი, არ შეიძლება რომ ღმერთი მოძრავი იყოს და ცვალებადი იყოს, იმიტომ რომ ყველგან მყოფია და ყოველთვის იყო და იქნება. ჩვენ ძალიან უღრმავდებით აი ამ დოგმატურ საკითხებს და არ ვიცი, შეიძლება ცოტა ძნელად მოსასმენი იყოს მსმენელისთვის, მაგრამ აუცილებელი არის ამისი ცოდნა. ქრისტიანს მოეთხოვება ეს, რომ მან ეს უნდა იცოდეს. იმიტომ რომ მრწამს რომ კითხულობს, მრწამსის განმარტებაშიც ისე არის გადმოცემული, რომ ყველა ადამიანისთვის გასაგები იყოს. ახლა ვიღაცას ძალიან დიდი მაღალ საფეხურზე აქვს ღვთისმეტყველებისა და მისთვის ეს უბრალო ანაბანად შეიძლება იყოს, მაგრამ ვინც ეხლა იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას და მრწამსის კითხვას, აუცილებლად მრწამსის განმარტება უნდა წაეკითხოს. რაც ბრძანეთ თქვენ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ძალიან აქტუალური თემა გახლავთ ეს. ძალიან მოდაში შემოვიდა უკაცრავად აი ესეთი გამოთქმისთვის, როდესაც დოგმატებზე ვლაპარაკობ. მოდაში შემოვიდა პროტესტანტული განწყობა. და რა არის ეს პროტესტანტული განწყობა? პროტესტანტული ეკლესია არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს ადამიანს, ეკლესიის წევრს. საეკლესიო საიდუმლოებებიდან მხოლოდ ორს აღიარებს, ზიარებას და აღსარებას. და დანარჩენი, აი მაგალითად, ვალდებულება არ დოგმატური ღვთისმეტყველება საერთოდ არ არსებობს. პირდაპირ ესე არის ნათქვამი, რომ როგორც გესმის შენ სახარება, ისე შეგიძლია გაიგო. და ეს გახლავთ სწორედ დანაშაული. მე ვახსენე, რომ ბევრი გაუკუღმართება მოაქვს ამას მეთქი და პირველ რიგში ზნეობრივ გაუკუღმართებამდე მიყავს ადამიანი. აი თუ შეიძლება ეს შეიცვალოს, იმიტომ რომ პირველ საუკუნეში სხვა იყო და 21-ში სხვა არის, აი ეს გახლავთ პირდაპირ ამისი მაგალითი, რომ არ შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ ღმერთია უცვალებელი და თვითონ ზნეობრივი საკითხი როგორ შეიძლება რომ პირველ საუკუნეში მკვლელობა ცოდვად ითვლებოდეს და 21-ში არა. სამწუხაროდ ჩვენ ადამიანებმა შემოსულუქეთ ცოდვები, იმიტომ რომ გვაწყობს. ეს რატომ იცით რომ ადამიანი იოლ გზას ეძებს ყოველთვის? კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მარტივ გამოსავალს ეძებს და ეკლესიური ცხოვრება თვითონ უნდა რომ მოირგოს. თვითონ კი არ უნდა მოირგოს. ანუ ღმერთი რასაც ეუბნება და როგორც უნდა იცხოვროს, ეს ეძნელება. ამიტომ მარტივ გზას ნახულობს რომ სახარებას როგორც თვითონ უნდა ისე ახსნის. წმინდა მამათა გადმოცემები საერთოდ არ არის ავტორიტეტული პროტესტანტული ეკლესიისთვის. არასახელებენ თქვა რომ იოანე ოქროპირი ესე წერს და ბასილი დიდი ესე წერს, ვერსად ვერ ნახავთ პროტესტანტულ სწავლებაში. მაგრამ თვითონ გამოვა თანამედროვე ღვთისმეტყველი და იტყვის რომ აი მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება შეიძლება, იმიტომ რომ ისინიც ხომ ადამიანები არიან და რა დააშავეს. და აი ეს ამ პრობლემას ისე წარმოაჩენს, ისეთი ადამიანურობით და თითქოს ისეთი სიყვარულით, რომ ეს გაუკუღმართებული, ესე იგი ზნეობრივი მათი ცხოვრება მიიღეს, რომ დაადგინეს როგორც დოგმატი, რომ ადამიანია და რა მოხდა. და აი ამ აქამდე შეიძლება მივიდეს, აი ესეთ გაუკუღმართებამდე, ზნეობრივ გაუკუღმართებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი, სწორედ აი ამ დოგმატურმა გაუკუღმართებამ. დოგმატის არ ცოდნამ და არ აღიარებამ და არ დაჯერებამ და არ მიღებამ. აი ეს პრობლემა გახლავთ დღევანდელი დღისა, იმიტომ რომ შესაძლებელი კი არ არის და რაღაცა გასაახლებელი კი არ არის. დოგმატი როგორ შეიძლება ახლდებოდეს? ღმერთისგან არის გამოცხადებული ის და იმაზე უკეთესად ჩვენ როგორ შეიძლება ის რომ გადმოვცეთ და საჭიროება რო იყოს ეს ადამიანის მოგონილი არის. ღმერთმა გამოგვიცხადა თავისი თავი და ეს არის დოგმატი. რაც გამოგვიცხადა და ამის შემდგომ შეიცვალა ღმერთი, ეხლა სხვა არის, მაშინ სხვა იყო და ეს ყოვლად დაუშვებელი რამ გახლავთ. ამიტომ ამისი გაუკუღმართება და ამისი გაუბრალოება, როგორც უკვე მოგახსენეთ, იწვევს ძალიან სხვადასხვა ცდომილებაში ადამიანის ჩავარდნას და მათ შორის აი ამ ზნეობრივ პრობლემებშიც აღმოჩნდება ძალიან ხშირად ადამიანი. ესეთი ბრძოლა ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა, როგორც მოგახსენეთ, ხან ფიზიკურად, ხან ესეთი შემოტევა სულიერი, როგორც აი ამ არიოზის დარტყმა იყო და ესეთი დარტყმა მართლაც ეკლესიას არ ქონია მას შემდეგაც შეიძლება ესეთ ამამად ითქვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხრე გაუჩნდა მას და ძალიან ბევრი მღვდელმთავარი შეცდა და მას გაყვა და დღესაც აქვს და ექნება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენს ეკლესიას არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ მებრძოლი ეკლესია ქვია. არის ზეციური ეკლესია და მისი სახეა ეს მებრძოლი ეკლესია. ეს მებრძოლი ეკლესია ამ ქვეყნად იმყოფება, ამ სოფელში იმყოფება და ეშმაკი მას ყოველთვის რაღაცა ახალ ესე იგი მზაკულ შემოტევებს უწყებს. ხან ისე ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც ეკლესიის წევრებმა და ვიბრძოლოთ არახმლით და ფარით არის ეს ბრძოლა. ჩვენი ბრძოლა არის სწორედ ეკლესიის მორჩილებით, სულიერებით, მოძღვრის დაჯერებით
წინამძღვრის დაჯერებით და წაკითხვითაც რა თქმა უნდა პირადი შრომით ეს შეუძლებელია რომ ადამიანი პირადად არ იშრომოს და ციდან ჩამოუფრინდეს და ესე გაუნათდეს გონება. უნდა იშრომოს რა თქმა უნდა პირადი ლოცვით 8 წლით უნდა აღასრულოს ის ყოველივე რასაც წმინდანები აღასრულებდნენ. აი პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სპირიდონ ტრიმიფუნტელი ახსენეთ. იცით რომ მას არ ქონდა საერთოდ განათლება ქრისტიანობისა, მაგრამ იმდენად წესიერი, იმდენად პატიოსანი კაცი იყო. წყემსი დარჩაბო, წყემსი იყო. მუდამთავად აკურთხეს და რომ წირავდა შაბათკვირას, მე ისე წყემსავაში მიდიოდა, ესე შრომობდა, ესეთი უბრალო იყო, ესეთი პატიოსანი. მათ შორის მრავალი მამა აი ამ კრებისა, რომლებსაც განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ სულ არ სჭირდებოდათ განათლება. მოსულები იყვნენ, ვიღაცას ხელი ჰქონდა მოჭრილი, იმისთო რომ ქრისტე აღიარა, ვიღაცას თვალი ჰქონდა ამოთხრილი. და ამბობენ კიდეც რომ კონსტანტინე იმპერატორი იმ ამოთხრილ თვალზე ემთხვია, როდესაც ის კრებაზე შემოვიდა. აი ესეთი გადმოცემაც არსებობს აი ამ კრების შესახებ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირადი 8 წელი იმისთვის რომ ჩვენ ეს გავიგოთ და შევიმეცნოთ რა არის დოგმატური სწავლება. მადლობა უნდა გადაგიხადოთ. გოდეს გიხდით გადავაჭრეთ. მადლობა პირიქით ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დაგვოცეთ. მერთმა დაგლოცოთ და შეგვაძლებინოს ღმერთმა დოგმატების გააზრება. ამინ ჩვენ მოვისმინოთ 9 საათიანი ლოცვა, რის შემდეგაც დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.